თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ კიდევ ერთ წარდგენილ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე წინა სასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა სხდომას და ესწრო ბაჩო ახალაია. მან პროცესზე თქვა, რომ გაიმეორებს, რაც ბრალშია მითითებული. ახალაია თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად. ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, რომ ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა. ამის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. განცხადება ახალაიამ პროცესზე 16 თებერვალს გააკეთა, სადაც ისაუბრა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს. აღნიშნული მუხლის სასჯელის ზომაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე რო ეხა დავამხო ხელისუფლება, მე ვერავინ ვერ გამასამართლებს, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი მუხლი. ზუსტად ეს თქვა დღეს ბაჩომ და იგივე გაიმეორა, კი, თუმცა კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს, რომ ეს მოწოდება, რა მუხლითაც აქვს ბაჩოს წაყენებული მოწოდება ხელისუფლების დამხობის, კონსტიტუციური დამხობის შესახებ, ეს არის მისი აზრი, რაც მან გამოხატა სასამართლოზე და არც ჯარისთვის მოუწოდებიან და არც მიტინგზე ხალხისთვის. ვალდების ხარე მას ედავება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას. აღნიშნული განხორციელდა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ ასე ვთქვათ განცხადებაში, რადგანაც მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არის დასამხობი ნებისმიერი გზით, რაც შეიძლება სასტიკად, სწრაფად. მისი განცხადება შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს, შეფასდა ეს მტკიცებულებების მიხედვით და წარადგინა ბრალდება.